გილოცავთ ყოველთა წმინდათა კვირიაკეს თქვენიცით რომ საეკლესიო კალენდარში არის მითითებული დღესასწაულები რომლებიც ყოველ წელიწად სხვადასხვა დღეს აღინიშნება რა თქმა უნდა ქვეყანაზე ყველაფერი და ეკლესიაში ციკლურია ბევრდება ხოლმე დღესასწაულები მაგრამ თქვენიცით რომ დღესასწაულები ორ ჯგუფად არის ასე დაყოფილი დღესასწაულები რომლებიც არიან უძრავი და დღესასწაულები რომლებიც არიან მოძრავი მოძრავი დღესასწაულების აღნიშნის თარიღს განსაზღვრავს აღდგომის დღესასწაული ჩვენ ხშირად გვიყვია და კიდე გავიმეოროთ, კარგად დავიმახსოვროთ და დღეს არის სწორედ ბოლო დღესასწაული, რომელიც არის მოძრავი და რომელიც არის დაკავშირებული აღდგომის დღესასწაულთან. და ეს არის ყოველთა წმინდათა კვირიაკე, რომელიც ყოველთვის აღინიშნება სულთმოყვანების შემდეგ კვირას და თქვენიცით რომ ხვალ იწყება. დიდი მარხვა, დიდი მარხვას ახლა ასე არის მიღებული ტრადიციად რომ აღდგომის მარხვას უწოდებ, უბრალოდ დიდი ახლა იმ გაგებით თქვი, რომ მრავალდღიანი მარხვებია, ასე ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიაში ერთდღიანი მარხვებიც არის. პეტრე-პავლოვის მარხვა იწყება გილოცავთ ყველა თქვენთაგანს, იმიტომ რომ ქრისტიანები მარხვის დასაწყისს ერთმანეთს ულოცავდნენ ხოლმე და ჩვენც ერთმანეთს უნდა მიულოცოთ, იმიტომ რომ მარხვა არის პერიოდი, როდესაც ქრისტიანი წესით უნდა ჩაფიქრდეს თავის ცხოვრებაზე, უნდა ეცადოს მის გამოსწორებას, უნდა თქვა ზღვარი გარკვეული სახის საკვების მიღებაზე, ასე უნდა შეეცადოს, რომ სულიერათაც იმართულოს და ეცადოს რომ სიტყვით და საქმითაც არ დააშავოს და არა მარტო კვებით. თქვენიცით რომ პეტრე-პავლოვის მარხვის დასაწყისი იცვლება, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ის არის აღდგომაზე დაკავშირებული, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებულია მისი დასაწყისი, ხოლო ბოლო ყოველთვის უძრავია და 12 ივლისს ხსნილდება ეს მარხვა. თქვენიცით რომ ამ მარხვაში არის კურთხევა პატრიარქი ყოველთვის გაკურთხებს ხოლმე რომ თეზვიჭამა შეიძლება ოთხშაბათი პარასკევის გარდა და შესაბამისად ეს მარხვა შეიძლება სუბუქი მარხვების კატეგორიაში გადავიყვანოთ და უწოდოთ ყოველ შემთხვევაში ახლა რა. ახლა ტიპიკონით შაბათ-კვირა ხსნილი, მაგრამ ჩვენ ახლა 21 საუკუნეში ცხოვრები ადამიანებიც მოკლედ ცოტა გამარტივებულია და პატრიარქი ასე უდგება ამ საკითხს რომ არაფერი უჭირს თუ ადამიანი შეჭამდეს თავარი ერთმანეთი არ შეჭამოს და იმედი ასე იქნება რა ასე რომ გილოცავთ დღევანდელ დღეს ასევე ეს არის ერთი გამოჩეული წმინდანის ცნება და მის შესახებაც გეტყვით ახლა რამოდენიმე წინადადებით მერვე მე-9 საუკუნე ასე განსაკუთრებული იყო ეკლესიის ისტორიაში თქვენიცით რომ მე-8 საუკუნეში ძალიან ისე წავედ იდგა საკითხი ეკლესიის წინაშე ხატებთან დაკავშირებით იყვნენ ადამიანები რომლებთაც უნდათ ვითომ და რაღაც მშვიდობის მისაღწევად გაერთიანება მუსლიმებთან, იუდეველებთან და ამის გამო ეკლესიის მესვეურებით სამწუხაროდ და სახელმწიფოს მმართველებმა ასეთი კომპრომისი წასვლა გადაწყვიტეს მას თქვეს რომ მუსლიმებს და იუდეველებს ჩვენთან დაკავშირებით პრობლემა აქვს ხატებთან, იმიტომ რომ ისინი მიიჩნევენ რომ ხატები არ არის სათაყვანებელი ობიექტი, ამიტომ მოდი ამოვიყოთ ახლა ფაქტიურად ასე გამოვიდა და დაიწყო ძაფრი ერესი, რომელსაც ხატმებრძოლებას უწოდებდნენ და თქვენიცით რომ მე ბოლოს უკვე მე-8 საუკუნის ბოლოს შეიკრიბა სოფლიო კრება მე-7, სადაც ეკლესიამ განაჩინა რომ ხატები არის სიწმინდე, ხატებს უწოდებთ სარკმელზეცაში, ხატები გვეხმარებიან ჩვენ ლოცვით კონცენტრაციაში, ჩვენ ხატებს დაფას და საღებავს კი არ ვცევთ თაყვანს, არ ვიცით მასი გამოსახულ მაცხოვარს, ღვთისმშობელს თუ წმინდანებს და შესაბამისად მათი გამოსახულებები წმინდაა და მოსაფრთხილებელი და ჩვენ ვიცით რომ ეკლესიის ისტორიაში მრავალჯერ დამტკიცებულა ხატების სიწმინდე, მათი სასწაულმოქმედება და დიდება უფალს ჩვენ ეკლესიაში მრავლად არის სასწაულმოქმედი ხატები და ასე რომ მე-7 მსოფლიო კრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას ხატმებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლაში და სწორედ ერთ-ერთი მათგანი გამოჩენილი მებრძოლი ხატმებრძოლების წინააღმდეგ იყო წმინდა პატრიარქი ნიკიფორე, რომელიც საპატრიარქო ტახტზე ადის მე-9 საუკუნეში და მის ცხოვრებაში საინტერესო რაღაც რამოდენიმე მომენტია და იმის შესახებ გეტყვით ახლა ის ერისკაცი იყო თანამდებობის პირი გამოჩენილი ადამიანი მაგრამ ამასთან ერთად ხმართმოსუნე კაცი აქედან გამომდინარე ის ადის საპატრიარქო ტახტზე
ის იყო ხარდამჭერი და მას ძალიან დიდ პატივს სცემდა დედოფალი ირინე და მისი ღვაწლიდან, მისი ნიჭიდან გამომდინარე, ის იერარქიის საფეხურებზე რამოდენიმე რაღაც გარკვეული მცირე პერიოდის განმავლობაში ადის და ხდება კონსტანტინოპოლის პატრიარქი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხატმბრძოლების ერესი უკვე განკითხულია და მათ აქვს მიჩენილი თავის ადგილი, მიუხედავად ამისა, ეკლესიის სიახში მაინც მიდიოდა ნებათა ხელვა, პარტიებად იყო სამწუხაროდ დაყოფილი და წმინდა ნიკიფორის წინააღმდეგ იბრძოდნენ და განსაკუთრებით მის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოირჩეოდნენ ასეთ ცნობილი მონასტერი იყო კონსტანტინოპოლთან, სტუდიონის მონასტერი, სადაც ასევე ძალიან ბევრი წმინდა ადამიანი მოღვაწეობდა, მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო თეოდორი სტუდიელი და ამ პერიოდში, როდესაც ნიკიფორი ტახტზე იყო, მონასტრის წინამძღვარი იყო პლატონიერთან სახელად და მან დაიწყო ბრძოლა მართლმადიდებელი პატრიარქის ნიკიფორის წინააღმდეგ. მონაზვნური დასი წარმომადგენლები იყვნენ თავისთავად ახლა მონასტერში მცხოვრები ადამიანები და მათ მიაჩნდათ, რომ საპატრიარქო ტახტზე ერისკაცი არ უნდა ასულიყო. ერისკაცი აღარ იყო ნიკიფორი, მან კი გაიარა იერარქიის საფეხურები, აღიკვეცა ბერად, მაგრამ მათ მიაჩნდათ, რომ აი ესე არ შეიძლება. ეს იყო ერთი არგუმენტი, მეორე არგუმენტი იყო, ახლა ეკლესიის ისტორიაში ხდებოდა ხოლმე მოვლენები, რომლებსაც ცოტა ძნელად ასახსნელი იყო, მაგრამ ერთი ფაქტი იყო ასეთი, იყო მეფე იმპერატორი კონსტანტინე მე-6, რომელსაც მოესურვა, რომ ცოლად მოეყვანა ერთი ქალი რა, რომელიც მოყვანის უფლება მას არ ჰქონდა. მან ცოლი ძალით გაუშვა მონასტერში და სწორედ ამის გამო პატრიარქმა ტარასი მის განაყენა. და ის სასულიერო პირი, რომელმაც მას ჯვარი დაწერა, ისის განაყენა და მოკლედ არგუმენტი და მიზეზი თუ რატომ მოთხოვეს უკვე ტარასი გარდაცვლილია, ტარასი იყო პატრიარქი გაგახსენეთ მე-7 მსოფლიო კრებაზე და ის ხელმძღვანელობდა მე-7 მსოფლიო კრებას, ტარასის გარდაცვალების შემდეგ გადის ტახტზე ნიკიფორი. ხო და რაღაც მიზეზების გამო სწორედ წმინდა პატრიარქი ნიკიფორეს, მაშინ უკვე იმპერატორი ნიკიფორე იყო, მოთხოვა რომ დააბრუნეო ის მოდელი, ვინმე იოსები. ახლა ეკლესიის ისტორიკოსები ამბობენ, რომ არ ვიცით ჩვენ მიზეზი რა იყო ეს, მაგრამ ნიკიფორემ იმპერატორის ზეწოლით რაღაც გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ეს დათმობაც მიუღებელი იყო სტუდიონის მონასტრის ბერებისთვის და ამის გამოც დაუპირისპირდნენ მას და მრუშობის ერესში დაადანაშაულეს. მრუშობის ერესში რა იგულისხმება, რომ იცოდეთ კონსტანტინე მე-6-ის ქორწინება, რომ კანონიერად ჩათვალებდა. ამიტომ უწოდებდნენ. მოკლედ ბევრი საინტერესო მომენტი ხდება მის ცხოვრებაში, მაგრამ ღვთისმშეწევნით ორი წელი გაგრძელდა დაპირისპირება პატრიარქსა და სტუდიონის მონასტრის ბერების შორის. შემდეგ პატრიარქი მოსახელე იმპერატორი ნიკიფორე კვდება და ეს დაძაბულობაც მოკლედ იხსნება. შემდეგმა იმპერატორმა ნიკიფორეს თხოვა, რომ ის კაცი, რომელიც ანათემის ქვეშ იყო, იოსები, ისევე ანათემაზე გადაცეს განკვეთის ეკლესიიდან და ეკლესიაში მშვიდობა აღდგა და ეს მოხდა ყველაფერი პატრიარქ ნიკიფორის ძალისხმევით. აქედან გამომდინარე, მას როგორც აღმსარებელს ისე მოიხსენიებენ. ის იყო კაცი, რომელიც მიუხედავად ამ ინტრიგებისა, ბრძოლისა, მაინც იდგა ჭეშმარიტებაზე, არ გადაუხვია ჭეშმარიტებისაგან, შეძლო ეკლესიის მთლიანობის შენარჩუნება, დაამშვიდა განხეთქილება, როგორც ეკლესია ლოცულობს და ამის გამო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ის წმინდათა და შეაიფანასურა ესეთი დიდებული წმინდანის, წმინდა ნიკიფორის ხსენება. დღეს პატრიარქი კონსტანტინოპოლისა მისი ლოცვით ღმერთმა შეგვიწყალოს და გვასწავლოს. ჩვენ ამინ.